განვგრძოთ ჩვენ გადაცემას სხვა თემებით. ფერმერთა ასოციაციის ორგანიზები დღეს მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას სათათბიროს წევრი 20-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორული ასოციაციის და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ელენე გოგობერაშვილი უნდა შემოგვიერთდეს ახლოს სტუდიაში, ის ესაუბრა რამდენიმე დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელს და გვეტყვის, რა გამოწვევები არსებობს დღეს სოფლის მეურნეობის სექტორში. ელენე შუადღემ შვიდობს. გამარჯობა ბექა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საჭირო ცოდნისა და საჭირო კადრების დეფიციტი, როგორც ჩანს დღეს ყველაზე მეტად აწუხებს სოფლის მეურნეობის სექტორს. კადრების დეფიციტის პრობლემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამწვავდა, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინება სახელდება. ამ პრობლემას ხედავს არა მარტო კერძო სექტორი, არამედ პრობლემის არსი გათვითცნობიერებული აქვს მთავრობასაც. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ კვალიფიციური კადრების პრობლემის გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა არ შეიძლება იყოს და აქ თავისი როლი აქვს როგორც ბიზნეს, ისე არასამთავრობო სექტორს. თუ ვინმე დღეს სერიოზულ დეფიციტს განიცდის კვალიფიციური კადრების ეს სოფლის მეურნეობა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მიგრაციას რეგიონებიდან, ახალგაზრდები მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად მუშახელი, აგრონომი, ვეტერინარი ამ ქვეყანას ძალიან აკლია და მაშინ განსაკუთრებით როცა ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ აგრარული ქვეყანა, ერთადერთი გამოსავალი რაც არის, ეს არის პროფესიული განათლება, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, მიცემა შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის რომ წავიდნენ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში, ისწავლონ და შემდგომ დაუბრუნდნენ თავის ქვეყანას და აქ ერთი რამ მნიშვნელოვანია, რომ დღეს არის ძალიან ბევრი ვაკანსია სოფლის მეურნეობის კუთხით, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, ეს არის სტუმართმასპინძლობაში და ასე შემდეგ, მაგრამ კვალიფიციური კადრი არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები უპირველეს ყოვლისა ცოდნასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები არის კადრებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობა განიცდის მუშახელის სერიოზულ დეფიციტს, ამიტომ გამოწვევაა თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, გამოწვევაა რომ ჩვენ შევძლოთ რომ სოფლის მეურნეობას მივაწოდოთ ისეთი ცოდნა, ისეთი განათლება, ისეთი ექსტენსია, რომელიც საშუალებას მისცემს სწრაფად განავითარონ წარმოება, ბუნებრივია რჩება გარკვეულ გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ძალზე სერიოზული რესურსების გათვალისწინებით და 2023 წელს მარტო 200 მილიონი ლარი გამოყოფილია აგროკრედიტის დანადაფინანსებაზე, საზრუნავი სამუშაო ბუნებრივია ბევრია. საჭირო ცოდნის გარეშე სოფლის მეურნეობას განვითარება გაუჭირდება. ასეთი პოზიცია ჰქონდათ დღეს დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელთა უმრავლესობას. კერძო სექტორი ამბობს, რომ სახელმწიფომ გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი უნდა დახარჯოს ამ მიმართულებით, გარდა ამისა, კერძო სექტორის ნაწილი მთავრობას სახელმწიფოს მხარდამჭერი სქემების მეტად მიზნობრივ გამოყენებას ურჩევს. ორიგულს გამოწვევა, რა თქმა უნდა, ცოდნა და გამოცდილება ისევ ვიქტრიალებთ და ამას უცებ ვერ შევძლით, თუმცა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იმის, რომ მეტი ცოდნა შემოვიდეს ქვეყანაში და სახელმწიფოს ფულიც და კერძო ფულიც უფრო მიმართული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უფრო მეტი ფული და რესურსი უნდა დახარჯოს, რომ ცოდნა შემოვიდეს ქვეყანაში, სპეციალისტები შემოვიდნენ, რომ არა რაღაც ერთკვირიანი PowerPoint-ის პრეზენტაციებით, არამედ ეს იყოს გრძელვადიანი და ნაყოფიერი შემოსვლა, რომ ჩვენთან მომზადდეს კადრები. ამის გარეშე ჩვენთან სოფლმეურნეობის განვითარება გაუჭირდება. მთავრობის მხრიდან ალბათ ყველაზე კარგი კრიტერიუმები იქნება ის, რომ აი რა მუშაობს, ხო? აქამდე არსებული პროგრამები, რომელმა იმუშავა, რომელმა არ იმუშავა, რომელმაც არ იმუშავა, იმის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ხან შეიცვალოს, ან ასე ვთქვათ, ის გაძლიერდეს, რაც მუშაობს. იგივე მაგალითად სუბსიდირებას როცა ვახსენეთ, სუბსიდირებაში საკმაოდ დიდი თანხა მიდის და ამ თანხის გარკვეულ ნაწილს თუ მოაკლდება რაღაც თანხა და მიმართული იქნება პერსპექტიული ბაზრების განვითარებისათვის, შეიძლება ეს სუბსიდირება უფრო ნაკლები დაგჭირდეს. ბუნებრივი სოფლის მეურნეობის სექტორული ასოციაციები სხვა არაერთ პრობლემაზეც საუბრობენ, რაც დაკავშირებულია როგორც ლოგისტიკის გართულებასთან, ისე იმპორტირებულ ნედლეულზე ფასების ზრდასთან, რაც ბუნებრივია საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე აისახება. კერძო სექტორის ხმას ჩვენი მაყურებელი, რა თქმა უნდა, ჩვენს სხვა ეთერებშიც მოისმენს. ბექა. მადლობა ელენეს, მესეთერის გაგრძელდება საუბრის სოფლის მეურნეობაზე. რატიკო ჭოლამაზაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მომდლე გვერდება საქმიანი სტუდიაში. რატი მოგესალმებით. მოგესალმებით ბექა. დროისთვის. დღეს მე დავაანონსე შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა პრეზენტაცია სათათბიროსი. მოდით ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ ნაწილზე ვისაუბროთ, გავიაროთ, რა იქნება სიახლეები და შემდეგ უკვე გადავიდეთ გამოწვევებზე, რომელიც სექტორში არსებობს. კი ბატონო, მადლობა საკითხით დაინტერესებისათვის, როგორც ყოველთვის BMG აშუქებს ამ საკითხებს. ფერმერთა სათათბირო რეორგანიზაცია მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან
ფერმერთა ასოციაცია ამ პლატფორმას იყენებს ფერმერთა ინტერესების ადვოკატირებისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე სექტორულ ასოციაციებიც გამრავლდა, მეტნაკლებად გაძლიერდა, ამიტომ ერთობლივად დავინახეთ საჭიროება, რომ არსებობს ძალთა გაერთიანების საჭიროება სხვადასხვა კუთხით. ჩვენ ერთის მხრივ რა თქმა უნდა გაერთიანებთ ყველა სექტორს, ჩვენი წევრი არის ყველა სექტორიდან, რაც კი საქართველოში არსებობს, თუმცა ვიაზრებთ იმ საჭიროებას, რაც ვიწრო სექტორულ ასოციაციების არსებობას მოაქვს. ანუ არის რაღაც კონკრეტული პრობლემები, რომელიც ამა თუ იმ სექტორს აქვს და არის საერთო პრობლემები, რომელზეც ყველამ უნდა იმუშაოს. თან ხვდებით, რომ არ არის მარტო ვიწრო კონკრეტული დარგისთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია და სწორედ ეს პლატფორმა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთად კოორდინირებულად ძალთა გაერთიანებით კიდევ უფრო უკეთესად მოვახდინოთ ფერმერთა ინტერესების ადვოკატირება და რა თქმა უნდა იმ თანამედროვე ცოდნის, გამოცდილების და ინოვაციების შემოტანა ქვეყანაში. საუბარი იმაზეც, რომ იდენტიფიცირება მოხდეს გარკვეული პრობლემების და გამოწვევების, ალბათ აქ უფრო სექტორულ ნაწილზეა საუბარი. რეალურად იდენტიფიცირება ისიც გაკეთებული გაქვთ თქვენ მათ შორის, ყველა ცნობილია. გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ეს არის განათლება, ტექნოლოგიები, ეფექტიანობა, თქო, იმ სამუშაოს, რომელსაც ის სამუშაო ძალა გასწევს, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული შემოსავლებით დამატებული ღირებულება და ამ შემდეგ. აი ამის აპასუხოდ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? დავიწყოთ მაგალითად განათლება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში. ბატონო, სოფლის მეურნეობაში განათლება დგას ფაქტიურად დუალური განათლების მოდელზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება და არის პროფესიები, რომელსაც უმაღლესი განათლების გარეშე ვერ მიიღებ იმ ცოდნას, რომ ასე ვთქვათ, პროფესიონალი იყო, თუმცა სოფლის მეურნეობის დარგს ძალიან ჭირდება პროფესიული კადრები, რომლებიც ეგრეთ წოდებული პროფესიულ კოლეჯებში გადიან მომზადება გადამზადებას. ამ პროცესის დუალურ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი დაწყებულია, რაც გულისხმობს, რომ ერთი მხრივ თეორიული სწავლება ხდება საკლასო ოთახებში, მაგრამ მეორე მხრივ ფერმერებთან უშუალოდ აგრობიზნესში ხდება პრაქტიკული უნარების შეძენა და გამოცდილების მიღება. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ აქტიურად მუშაობას, რომ ეს უფრო მეტად იქნას ასე ვთქვათ, გამოყენებული საქართველოს სოფლის მეურნეობაში და ის ბარიერები, რაც ამ მიმართულებით არსებობს და ამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა, ვფიქრობთ, რომ ძალთა გაერთიანებით უკვე კონკრეტულ სექტორზე დაწყებული იგივე კურიკულუმების გადახედვა, თუნდაც კოლეჯებში, შემდეგ უკვე მასპინძლობა, ეგრეთ წოდებული შეგირდის, რომელიც გადის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ ფერმაში, აგრობიზნესში, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამაში კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საბოლოოდ ეს კადრი მაინც კერძო სექტორში უნდა მოვიდეს, დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, და კერძო სექტორი იმ ცოდნით და გამოცდილებით, რასაც ეს კადრი შეიძენს, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად კმაყოფილი. სახელმწიფოს როლზეც საუბრობთ ხოლმე. ზოგადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხშირ შემთხვევაში არასწორად ახლაც არის გაგებული სახელმწიფოს როლი, იყო შემთხვევები, როდესაც ფერმერები პირდაპირ სახელმწიფოს თხოვდნენ იმას, რომ მათი მოყვანი პროდუქტი ან შეეძინათ ან რატოა ფასი დაბალი და შემდეგ. ბევრად შეიძლება არასწორად. თუმცა ვერაულით გვერდს მაინც სახელმწიფოს როლს ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად სახელმწიფო სახსრებს ხარჯავს სუბსიდიების სახით მეტწილად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. გარდა თქვათ საშეღავათო კრედიტის და შემდეგ ამ პროგრამებისა. არის პირდაპირ სუბსიდიებიც, რომელიც შეიძლება ერთჯერადად იყოს ან განგრძობითად რამდენიმე წელია. როგორ უნდა გაიზარდოს ამ სუბსიდიების თუ არის მაინც ეფექტიანობა, რა მიდგომები უნდა ქონდეს სახელმწიფოს შემდეგ ეტაპზე გადასვლის დრო ხომ არ არის, რომელიც ეხება იმას, რომ ეს სუბსიდირება მოხდეს ტექნოლოგიებში და განათლებაში. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ სუბსიდირება იმ შეზღუდული რესურსით, რაც ქვეყანას გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ სწორედაც ის მიმართულებები დაფინანსდეს უფრო მეტად, რაც შედარებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი და სწორად აღნიშნეთ, ეს არის განათლება, ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა, რაც გამწვავებული დეფიციტის ფონზე, როგორც არის მუშახელი, მაგალითად, კიდე უფრო მეტად ადგა დღის წესრიგში, განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, რომ ეს სოფლის მეურნეობასაც საკმაოდ წვავედ დაუდგა მუშახელის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, გარდაუვალია მექანიზაციის
ავტომატიზაციის, რობოტიზაციის და ასე შემდეგ მიმართულებები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დახმარებები წამოვიდეს და ვფიქრობ, რომ სათათბიროშიც მოხდება ამ ინიციატივების დამუშავება, როგორ შეიძლება ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სათათბირო ამ კუთხით მუშაობს არა უშუალოდ პრობლემის იდენტიფიცირებაზე ან პრიორიტეტიზაციაზე და მიწოდებაზე, არამედ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც უკვე გადაწყვეტ ის გზებს, მათ შორის ალტერნატივების შეთავაზებასაც ვაკეთებთ. ხშირ შემთხვევაში ეს ძირითადად მაინც სახელმწიფო უწყებებია. აი რთულია ამის გაკეთება, მე ვგულისხმობ რას, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიებში ან განათლებაში შეიქმნას ასეთი პროგრამები, მოკლედ სახელმწიფოს მხრიდან, თუ ფული იხარჯება. ან მარტივი გზა არის უფრო სუბსიდირება და ამას ვირჩევთ და იქით რთული გზა არის, თუ აი რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ აქამდე თქვა არ გადავედით ამ რელსებს. ხო, ძალიან კარგი კითხვა ამ მიმართულებით, როგორც წესი, ხდება ხოლმე უფრო მოკლევადიანი ჩავარდნების პასუხი და გრძელვადიან, ასე ვთქვათ, და სტრატეგიულ და სისტემური პრობლემების გამკლავებისთვის, როგორც წესი, დიდი რესურსი აღარ რჩება ხოლმე, როდესაც საუბარია იგივე სახელმწიფო უწყებებთან, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიები, გრძელვადიანი პროგრამები, მაგრამ ეს არის რესურსები არის შეზღუდული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც გარკვეულწილად მოხდეს პრიორიტეტიზაცია და რაღაცნაირად გადავიდეთ სწორედაც ისეთი მიმართულებების დაფინანსებაზე, რომელიც უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე იქნება გათვლილი და უპასუხებს სწორედაც იმ გამოწვევებს, რაც კიდევ უფრო მწვავდება ასევე კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ვერ გავაქცევთ. ბატონ რატი, რამდენად იციან, ასე ვთქვათ, რამდენად არის მასობრივად კარგად, ასე ვთქვათ, აღქმული და დამუშავებული, აქ ალბათ უფრო ასოციაციების, ფერმერთა ასოციაციის როლი აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვათ სახელმწიფოსი. თავად ფერმერება რა არის დღეს მათთვის ყველაზე კარგი და მომგებიანი, რომელ სექტორებშია მიმართულებებით არის სამუშაო ჩასატარებელი, გასავითარებელი, ამათ შეიძლება დამატებული ღირებულება შექმნას ქვეყნისთვის, მათთვის, ანუ ეს დოვლათის შექმნისთვის, როგორ უნდა იმუშაონ ეს ამდენად იციან ფერმერებმა დღეს საქართველოში. ბატონო, როდესაც საუბრობთ ცოდნის დეფიციტზე, აქ არ არის საუბარი მარტო სიტყვაზე აგრონომიულ და ვეტერინარულ ცოდნაზე, თუ როგორ ვაწარმოოთ ან მოუვაროთ პირთვს ამა თუ იმ მიმართულებით. აქ არის მნიშვნელოვანი სწორედაც აგრობიზნესის მართვის კუთხით, ფინანსების მართვის კუთხით, რომელი უფრო მომგებიანია, რატო ჯობია ესე, როგორ დავგვიგმთ გრძელვადიანად, როგორ ვიმუშაოთ იგივე დაკონტრაქტებული ფერმერობით და ასე შემდეგ, როდესაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად ფიუჩერსულად წინასწარ გაქვს აყიდული პროდუქცია და ასე შემდეგ. ეს არის ის მიმართულებები, როდესაც ვსაუბრობთ განათლების დეფიციტზე, ფერმერების მხრიდან ამ მიმართულებაზეც მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება, რომ სწორად მოხდეს დაგეგმვა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში და ფერმერებმა იცოდნენ, ასე ვთქვათ, რამდენად შემოსავლიანია ესა თუ ის მიმართულება და მათ შეეძლოს, ასე ვთქვათ, ლავირების საშუალება იგივე, როდესაც ეს შესაძლებელია, თუნდაც ყოველწლიურ კულტურებზე, როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რა უფრო მომგებიანი იქნება სიტყვაზე მომდევნო წელს და რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ესა თუ ის კულტურა აწარმოონ. კი ბატონო, კოოპერაცია და მისი მნიშვნელობა. დიდი ხანია ამაზეც მიდის საუბარი, იყო რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაც და არის მიმდინარეებიც, რომელიც ახალისებს ამ ყველაფერს კოოპერაცია მოხდეს, შესაბამისად ფერმერებმა მიიღონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მიიღონ გარკვეული დაფინანსება, გრანტის სახით იქნება თუ ეს სესხის სახით ან პროცენტისთან დაფინანსების წილით. მოკეთ კოოპერაციის მნიშვნელობაზე რა სამუშაოს გატარებას გეგმავთ 2023-ში და როგორ იმუშავებთ 2022-ში. ეს ამდენ მნიშვნელოვანია, როგორ უხსნით ამას ფერმერებს. კი ბატონო, კოოპერაცია როგორც ასეთი კლასიკური გაგებით, რაც დასავლეთში არის განვითარებული, სამწუხაროდ იშვიათ შემთხვევები გვხვდება ჩვენ საქართველოში, მიუხედავად ბევრი პროგრამისა, პროექტისა, ვერ წავიდა იმ მიმართულებით, რაც განვითარებულ სამყაროში გვხვდება კოოპერაცია ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვეწევით ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით, რომ კოოპერაცია ნიშნავს იგივე თუნდაც დამატებულ ღირებულებაში კოოპერაციას და არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც მოხდეს რაღაცა წარმოების კუთხით კოოპერაცია. სწორედ ამაზე დგას დასავლეთში განვითარებული კოოპერატივები, რომ მაგალითად რძის წარმოებელი ფერმერები თვითონვე ამატებენ თუნდაც იგივე გადამამუშავებელს. ან სრულად ხდება ვერტიკალური ინტეგრაცია ხშირ შემთხვევაში და არის შემთხვევები, რომ თვითონვე აწვდიან ბაზარს ამ პროდუქციას.
ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ განვითარდეს განვითარდეს. მეურნეობას შემნახველი. კი ბატონო, შემნახველის ასაწყობე შეიძლება სრულად ვერ მოხდეს და არც არის აუცილებელი, იმიტომ რომ სპეციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დამატებული ღირებულების შექმნა სწორედაც ხდება, როდესაც მცირე გადამუშავება ხდება ამ მიმართულებით და ეს არის ამ მიმართულების განსავითარებელი. რას ვაკეთებთ ჩვენ ამ მიმართულებით? რამდენიმე კარგი გამოცდილება ავიღეთ, შევისწავლეთ კიდევაც და ავტესტავთ კიდევაც და იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართულებები გაამართლებს და შემდგომ უკვე შეგვეძლება რომ ვისაუბროთ რეპლიკაციაზე და უკვე აქტიური კამპანიით შევძლებთ უფრო მეტი ფერმერის დარწმუნებას, რომ ეს არის შეიძლება ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი სწორი გამოსავალი. კი ბატონო, მადლობა ბატონ რატი. დიდი მადლობა. მეურნეობაზე კიდევ ბევრს ვისაუბრეთ, მათ შორის 2023 წელსაც იმედიამის ტექნოლოგიურ განვითარებაზე მოგვიწევს საუბარი. გაზრდილ ექსპორტზე ამ მიმართულებებით. რატიკო ჟლამაზაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე იყო საქმის კურსის სტუდიაში. ჩვენ ვასრულებთ ამით გამოშვებას 17 საათს და 40 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.